ადამიანმა რა შეიძლება წარმოიდგინოს, ანუ ყველაზე აღმატებული ფორმატით არსებობა როგორი არსებობა. მაგალითად, მოდალურ ლოგიკაში არის, რომ არ არსებობის შეუძლებლობა არის არსებობის ყველაზე აღმატებული ფორმა. როცა რაღაც ისე არსებობს, რომ შეუძლებელი არ არსებობდეს. ეს ხონდა მაგალითად პლოტინეს ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში, მას ესეთი მაგალითი მოქონდა, რომ როგორც სითეთრეს შეუძლებელი არ იყოს თეთრობა, აი ესე უნდა იყოს ღმერთში არსებობა. ანუ ის კი არ არის, რომ აი ესე რაღაცები არსებობს და თურმე ღმერთიც არსებობს. ან ლოგიკურად, ან მაგალითად ერთ-ერთი ამდენ წლიანი ღმერთის ჰიპოთეზაზე ფილოსოფიური კვლევიდან ერთ-ერთი საინტერესო ვარაუდი არის ესეთი, რომ ღმერთი ვერ აღმოჩნდება, რომ არსებობს და ვერ აღმოჩნდება, რომ არ არსებობს. ან მისი არსებობა არის ლოგიკურად შეუძლებელი, ან გამორიცხული, არასდროს არ არსებობდა და არასდროს არ არსებობს, ან ლოგიკურად შეუძლებელი არ არსებობდეს. მესამე ვარიანტი არ არსებობს. თუ ღმერთი გვესმის, ანსელმის დეფინიციის მიხედვით, რომ ის არის ყველა პოზიტივის მაქსიმუმი და ის რომელზე აღმატებული წარმოუდგენელი. ეს ხონდა ნორმალ მალკომს მოდალურ ონტოლოგიური არგუმენტი. ამიტომ სხვადასხვა ესეთი კითხვა, მაგალითად კლასიკურად ჩვენ ხო ესე ვეკითხებთ ადამიანს, არსებობს თუ არა ღმერთი? ნორმალ მალკომმა შეცვალა, შესაძლებელია თუ არა ღმერთს არსებობა და არის ორი პასუხი. აუცილებლად არსებობს, შეუძლებელია. და ამით სხვადასხვა გამომდინარეობს, რომ კანტის წმინდა გონების კრიტიკის მიერ ონტოლოგიური არგუმენტის კრიტიკა ცდება, იმიტომ ის ამბობს, რომ შესაძლებელია, მაგრამ ჯერ არ ვიცით. თუ შესაძლებელია, ესე იგი შეუძლებელი არ არის. თუ შეუძლებელი არ არის, აუცილებელია. ეს მოდალურ ლოგიკის კანონით ასე გამოდის. ამიტომ არა გონივრული იქნები თუ ამ არგუმენტს არ გავაბათილებ, რომ ესეთ რაღაც თქვა, შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებსა ალბათო. ეს ღმერთს არ მიეყენება. ის შეუძლებელია, ან აუცილებელი. ეს ჩემი აზრით საინტერესო ახალი ჰორიზონტით დანახვა ღმერთის ჰიპოთეზის, ისევ ამ ფილოსოფიური კვლევით, რომ ამბობენ, რომ ფილოსოფიაში პროგრესი არ ხდება. მე მგონი ხდება, ხო?